ახლა თუ ამ ვიდეოს უყურებთ, ესე იგი შეჯიბრი უკვე იყო და წარსულიდან დავუსვამ ელენიკოს კითხვებს. ბევრი ინერვიულე? ცოტათი ვინერვიული კი. რთული იყო ალბათ, ხო? პირველისთვის, რა თქმა უნდა, რთული იყო. დარწმუნებული ვარ, უზარმაზარ გამოცდილებას მიიღებდი. საუკეთესო გადაწყვეტილება იყო, რომ არ შემეშინდა და დავრეგისტრირდი და წამოვედი. პენსიას მარილიანი კარამელის შოკოლადი მიუტანე? მოკლედ, ალბათ ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე ექსტრემალური ვლოგი ჩემს არხზე. აქ თქვენ ნახავთ, როგორ მემზადებოდი პრაქტიკული სროლის შეჯიბრისთვის, სადაც მონაწილეობას იღებენ ისეთი ადამიანები, რომლებიც უკვე წლებია ამ სპორტით არიან დაკავებულები. ვარჯიშობენ ყოველდღიურად და არიან ფიზიკურად ბევრად კარგ მდგომარეობაში. და ამ დროს მე, რომელმაც სულ რაღაც 2 თვის წინ დავიჭირე პირველად ნამდვილი იარაღი. ბაბა. და ამ შეჯიბრზე დარეგისტრირების პირველივე წამიდან ერთადერთი კითხვა მაქვს საკუთარ თავთან. იმედი მაქვს პირველ დღესვე არ გამოეთიშე შეჯიბრს. სანამ გაიგებთ რა შედეგით დასრულდა შეჯიბრი, მოდი ყველაფერი დავიწყოთ თავიდან. 2024 წლის ბოლო ვიდეოში ვსაუბრობ ახალ ჰობზე და 2 თვეა შეპყრობილი ვარ ოჯახის ახალი წევრით, რომელიც Instagram-ზე პაცა rilsებით კი შემოგაპარეთ, მაგრამ მოდი ამ ვიდეოში იყოს მისი სრული განხილვა და ასევე შეჯიბრის პატარა ვლოგიც. მაგრამ სანამ დავიწყებთ, დედა, შენ თუ ახლა ამ ვიდეოს უყურებ, სანამ კივილით დამირეკავ, მინდა გითხრა, რომ უსაფრთხოების ყველა წესი დაცულია. იარაღი არის განმუხტული მჭიდის გარეშე, მცველზე აყვანილი და ამ ყველაფრის მიუხედავად მაინც არ გვავიწყდება იარაღთან მოპყრობის პირველი და უპირველესი წესი, რომ იარაღს ვეპყრობით ისე, როგორც დატენილს, ნებისმიერ სიტუაციაში. ანუ ლულას არ ვუშვერთ არავის. იმის მიუხედავად, რომ გასროლის შანსი ნულია, იმიტომ რომ ტყვი არ დევშიგნით. ახლა კი მოვიდა დრო, რომ გაგაცნოთ ჩემი სილამაზე. მოკლედ, გაიცანით Daniel Defense-ის M4 V7S-ი, მოკლედულიანი 11.5 ინჩიანი. არ ვნანობ ამ გადაწყვეტილებას, გრძელულიანი, ცადე მეჭირა, არ მომეწონა, არ მეკომფორტულა და სიგიჟემდე მომწონს ეს ზომა და კმაყოფილი ვარ ჩემი გადაწყვეტილებით. სამიზნე დავუყენეთ სვლადი 1.6-ზე Vortex Venom-ი. წონა ჩემთვის პრიორიტეტულია და რა თქმა უნდა კოლიმატორი ან პრიზმული სამიზნე უფრო მჩატე იქნებოდა. მაგრამ იმათ თავისი მინუსები აქვს, ამას ერთი მინუსი ეგ წონა აქვს და პლუს ეს სიშავეები რო არ გაიკეთოს დამიზნებისას ცოტა მორგება უნდა და პრაქტიკაში ვარჯიში, მაგრამ ეს მინუსები არაფერია იმასთან შედარებით, რამდენადაც კომფორტულია, ზუსტია და მოკლედ საუკეთესოა ჩემთვის სამიზნეებში. რაც შეეხება კონტაქტს, ამას წვერებიანი კაცები კი იწუნებენ ხოლმე, იმიტომ რომ ეწიწკნებათ ხოლმე აქ, მაგრამ მე ჯერჯერობით არ ვუჩივი და ალბათ არც გამოუცვლი. ერთადერთი გამოცვალე სასხლეტი და დავაყენე 2 საფეხურიანი და სავარაუდოდ სამომავლოდ ფიქრობ გრიფის გამოცვალს, იმიტომ რომ მე რაღაცა დიდი ხელი მაქვს, ანუ ცოტა უკეთესი იქნებოდა, რომ უფრო დიდი გრიფი კონდეს. რაც შეეხება მჭიდებს. იარაღს მოყვა ეს მჭიდი, რომელიც რა თქმა უნდა არ არის მოწოდების სიმაღლეზე, ამიტომ შევიძინე 1 ცალი პიმაგის მესამე თაობის მჭიდი, რომელსაც აქვს აქ პატარა ფანჯარა და ხედავ რამდენი ვაზნა კიდევს და არის ბევრად კომფორტული. კიდევ ტაქტიკურ აღჭურვილობაში რაც გვაქვს გაჩვენებთ, სამწუხაროდ Amazon-დან გამოვიწერე 3 რაღაც, რაც დამიქენსელ და არ ვიცოდი თუ გადამზიდი უნდა შემერჩია კონკრეტული რო არ დამქენსელებოდა. არადა ისეთი არალეგალური არაფერი არ გამომიწერია, ქამარი, ღვედი და ყურსასმენი გამოვიწერე და სამწუხაროდ ახლიდან გამოწერას ვერ ვასწრებდი, ამიტომ აქ მომიწია შეძენა. სავიორის ყურსასმენები მქონდა Amazon-ის კალათაში, მაგრამ შემრჩა Walkers-ის რეიზორი 4 მიკროფონიანი და იმედი მაქვს ძალიან არ დამტანჯავს. არ მომწონს ეს ყურსასმენები. არ გესმის საიდან შემოდის ხმა. აქედან რომ მელაპარაკება ადამიანი ყურსასმენები როცა მიკეთე, მგონია რომ საიდანაც ზემოდან მელაპარაკება და პრაქტიკაში ვნახოთ. კოტეს ვეთხოვე ეს ქამარი, რომელზეც მშვენივრად მოირგო ეს სამჭიდეები. ესენი შევიძინე მილიტარი ჯიში და სხვათა შორის კარგი ფასდაკლება გამიკეთეს და ეს დროშა მაჩუკეს. მე მგონი ეგ არის ჩემი აღჭურვილობა. სხვათა შორის ძალიან მეშინოდა იარაღის. მე უფრო მეტი ინფორმაცია მოვიძიე, უსაფრთხოების წესები ვისწავლე, კარგი ხალხი გავიცანი ამ სფეროში და ცოტა შემეცვალა წარმოდგენები. ეს წინა დამოკიდებულება მოდიოდა ძირითადად იმ ტრაგედიებიდან, რომელიც ხდებოდა ხოლმე ჩემს გარშემო, ძირითადად სოფლებში, რეგიონებში, ადამიანებისგან, რომლებიც არ იცავდნენ უსაფრთხოების წესებს, ადვილად ხელმისაწვდომი ქონდათ იარაღი ბავშვებისათვის და ნუ მოკლედ არ არის ეს სახუმარო ამბავი და არ უნდა მოეკიდო ნივთს არასერიოზულად, რომელმაც შეიძლება შენი თუ სხვისი ცხოვრება წამში შეცვალოს და გააუბედუროს.
ცარიელი იარაღსაც კი არ ვუმიზნებ არავის იმის მიუხედავად რომ გასროლის შანსი ნულია, მაინც თავს ვიზღვევ და ადამიანები რომლებიც ასე უპასუხისმგებლოდ ეკიდებიან იარაღს, მე მათთან საერთო არაფერი არ მექნებოდა. მოკლედ, კაი დავუბრუნდეთ შეჯიბრს. კიდევ ერთი რაც უნდა გადავწყვიტო არის ტანსაცმელი, რომელიც უნდა იყოს აუცილებლად კომფორტული, იმიტომ რომ სროლის გარდა იქნება კიდევ ფიზიკური აქტივობები და საკმაოდ დატვირთული ფიზიკური აქტივობები იქნება. სიმართლე გითხრათ, ძალიან ნერვიულობ. უნდა გაითვალისწინოთ ის, რომ 5 ჯერ ვისროლე ჯამში, მაგრამ ამ ყველაფერს ვაკეთებ გამოცდილების მიღებისთვის. შეჯიბრზე ძალიან იზრდება ადამიანი და ძალიან ბევრ რაღაცას სწავლობს. ცოტა ასე პოზიტიურად თუ მივუდგებით, იმედი მაქვს ყველაფერი კარგად დასრულდება. ბობი არის უკეთ. გუში რაც გამოტოვეთ არის ის, რომ ბობი მყავდა კლინიკაში. ყურის ანთების მერე მივიყვანე რა ყურები გამოეწმინდათ და პლუს გამოეწმინდათ კბილები და ხალხო სად ვიყავი აქამდე 4 წელი რატო არ მყავდა ძაღლი მიყვანილი? ქვებით სავსე ქონა მთელი ყბა? დავაძინეთ რა თქმა უნდა, სხვანაირად ვერ გამოუწმენდეთ აკბილებს და აუ რა ხრინვა მოუშვა. საშინელ მდგომარეობაში ქონდა. თუ თქვენი ძაღლი აქამდე არასდროს არ მიგიყვანიათ, ჩემი შეცდომა არ გაიმეოროთ და აქამდე არ მიიყვანოთ, იმიტომ რომ საკმაოდ რთული პროცესი იყო, ძლივს გამოფხიზლდა, მერე ზოგადად ჩაუების დაძინება არ არის მარტივი და საკმაოდ სარისკო ამბავია და მაგიტო წელავდი აქამდე მეშინოდა, მაგრამ ნუ უკვე ძალიან გასაწმენდი ქონდა და უნდა მიმეყვანა. დღეს საკმაოდ დატვირთული დღე მქონდა. დილით გადაღებაზე ვიყავი და მერე კოდას გავყევი. თავის გადაღებაზე, როგორც წინა ვიდეოში ვახსენე, დაიწყო ტიკტოკერობა. 5 წელი დამჭირდა ამისთვის და როგორც იქნა, გადადგა ეს ნაბიჯი და ვეხმარები ხოლმე ყოველდღურად გადაღებაში და ყოველ დღე იღებს ხალხო 10 დღეა არ ჩაუგდია, ყოველ დღე იღებს და დებს და როგორ ინარჩუნებთ ხოლმე სისტემატიურობას? რა არის თქვენი დისციპლინის გასაღები? ჩემი მოხარებლების ფიდბექი. კომენტარები გიხარია? და მაგიზე მამოტივირებს და რაც უფრო მეც დამიწე, მაგიზა ვაკეთებ. რაც უფრო მეც დამიწერენ, მე თუ უფრო მეც გადავიდე. 2019-ში მე რო დამცინოდით ტიკტოკერობაზე, ეხლა რას გრძნობთ? აღარ დაგცინით. აი ესე მთელი დღე ზის და თავის ვიდეოებს უყურებს. ოქ 4506 ლაიკი. 40 პლუს კაცები რო სკროლ. აი ეგრე სკროლ. როგორ ეგრე? ვაშ როგორ სკროლავ? 17 დღე არის. აი ეს ბავშვი რო არის, ბავშვს რო ამეცადინებს დედა და გამოვიდა ჟირაფი. ეგრე ვიდეო არის. აი ბავშვს რაღაც ეუბნე, მაგრამ და შეგამოვიდა და ჟირაფია იმან. აი ზუსტად ეგრე ამეცადინებ voice-over-ის დადებაზე. ინფორმაცია ასევე საიმიჯო ფოტოები. ყოველთვის მიხარია საქართველოს ყოველთვის მიხარია საქართველოს. ეხა რობოტივით ნუ ჩაწერე, მიდი კაცო გათიშე. დაგიბრუნდებით. დღეს როგორც იქნა მოიცალა ჩემს გადასაღებად. მეთერსმა გამომიგზავნა 2 ულამაზესი კაბა, შავი და ბურგუნდისფერი. უკვე მოფიქრებული მაქვს როგორი უნდა გადავიღოთ. აუცილებლად უნდა დავიკრა ფრჩხილები. აი 2 დღეში შეჯიბრი მაქვს და რა დროს ეს არის, მაგრამ ასე უფრო გადავიტან მე მგონი ყურადღებას. მოვჩით. აი რაზე ვფიქრობდი შეჯიბრამდე 1 კვირით ადრე რო ვიწყებდი ვარჯიშს. ყველა კუნთი მტკივა, ვერ მოძრაობ, დღეს შედარებით გავიწელე და უკეთა ვარ, მაგრამ გუში ვერ დგებოდი. მეზარება თუ არა ყოველ დილით 8 საათზე გავიძება ვარჯიშზე წამოსვლა? კი. მომწონს თუ არა ნინი პუშკასთან ვარჯიში? კი. მომწონს თუ არა ყოველ დღე ულამაზესი მზის ამოსვლის ყურება, იმიტომ რომ ჯერ კიდევ ბნელა ხოლმე ზაფრობით რო გამოდიხარ? კი. თუ ვარჯიშებს გაკეთებინებს, ან რამე შეუძლებელია? არა. ერთადერთი რთული არის დისციპლინა და ის, რომ სისტემატიურობა შეინარჩუნო. დღეს გავიაზრე, რომ 30 წლის ხვდები ამ ზაფხულს. ხმა კრინტი არ გავიგო. ლინასგან განსაკუთრებით. და თინეიჯერობიდან მოყოლებული, რაც ცეკვიდან გამოვედი, არ ყოფილა ერთი დღე, როცა წონაზე არ მეფიქრა. მარაზმი, აი მარაზმი. შეჯიბრამდე უკვე იყო დარჩენილი 1 დღე, ვაპირებდი რომ ჩავლაგებულიყავი, მაგრამ გადაიდო ძლიერი ქარის გამო. თან გამიხარდა, იმიტომ რომ ვარჯიშს მოვასწრებ და კუნთების ტკივილი არ მექნება და ცოტა უფრო უკეთესად მოვემზადები. მაგრამ თან რაღაცნაირად რო ემზადები რაღაცისთვის და მე რო გადაიდება, ხო იცი, მაინც გული გწყდება. არა უშავს. ქარში სროლას მე მგონი ყველაფერი ჯობდა. იმედი მაქვს შემდეგ კვირას უკეთესი ამინდი იქნება. გამარჯობა.
მანდეთ. ვიცი რა არა გვაქვს კიდე ტაიმერი. თაიში რომ აუზში წყალი აქვს და ისე ვარჯიშობდა ზუსტად ეგრე ვარჯიშობდა ეხლა ვასრების გარეშე. მე ჩემი რომ მოდიოდეს საყურებლად ჩემი კუნჯლი ნერვიულობთ ძალიან პირველი შეჯიბრია არა მეორე შეჯიბრია ანუ მე არ მარტო ეგეთი პირველად გამოდის ოჩაღ სუნთქავდი აი ეს დავტრიალები გოგ ხელის გაჩერება ძალიან ძნელია. რა თქმა უნდა, შეჯიბრამდე კიდევ ბევრი რამე მოხდა, მაგრამ არ მინდა ყურება მოგბეზრდეთ და სანამ ჩემს არხს გამოიწერთ, ხო ხედავთ უკვე 100.000-მდე ძალიან ცოტა დარჩა. მოკლედ გადავხედოთ ამ კვირას. ჩემი დაქალის შულთან პატარა პირობა დავდე. 10 წლის მერე აი ამ ბაბთებიან თმას გაგიკეთებ. და ესე გაკოცებოი. ნათულთან ერთად ახალი სივრცე დავტესტე და მგონი მეც ნიკოლოზზე არანაკლებად გავერთე. თან ეს უსაყვარლესი ბავშვები გავიცანი. კარგი სახე და ამა მიდი, ხა წარმატებული. მე ხშირად უყურებ შენ ვიდეოებს. მარტო? მარტო. ფოტო შეიძლება. მოდი. მიყვარხარ. კერამიკაზე დავიწყეთ სიარული და უზომოდ მომწონს ეს პროცესი, თერაპიასავით არის ჩემთვის და მგონია რომ სახლისთვის ყველა ჭურჭელს დავამზადებ. ამ სასაცილო არსებას რანაირად ვუძლებთ მართლა არ ვიცი. თან რომ ძალიან ტკბილია და თან ძალიან აუტანელი. ვითომ კრავია. წადი მოშორდი. დადი. აი რატო ეკვეხები ხა? ნახე რა მაიმუნი ზადია. პარალელურად, რა თქმა უნდა, არც პროტესტი და არც უსამართლოდ დაჭერილი პატიმრები დაგვიწყებია. კაკო მაგარი იუთუბერია რა. აი ძალიან მაგარ ვლოგებს დებს. მოთაგეთ კაკო და დაუწერეთ რომ კაკო მაგარი იუთუბერი ხარ. ასე გააგრძელე. სანამ დავიძინებ, მინდა გითხრათ რომ ხვალ აი ეს მოწყობილობა, რომელსაც ვიყენებ ხოლმე ამ ბოლო დროს YouTube-ის გადასაღებად, შეიცვლება უსაყვარლესი ბაძუკა კამერით. მოვედით Zoom-ში და ახლა შევხვდები ჩემს საყვარელ კამერას, რომელიც ჩემი მეგობარი გახდება. კოტე თუ შეიძლება რომ წამომყვე. თბილისი მოლის ფილიალში ვარ, Zoom-ის რეკლამაში გადაღებული და ის ფილიალი ძალიან მომწონს, მაგრამ ესეც ძალიან მელამაზება. ბარემ გაჩვენებთ სახლს რო დავამთავრებთ და ავეჯზე და ტექნიკაზე რო გადავალთ, რომელი დინამიკი მინდა სახლისთვის. ეს wish list-ში შეგიძლიათ მეგობრებმა ეს ჩასვათ. ესეც ძალიან მომწონს. კიდევ ვიცით რა მინდა? ჰაერის, რა ქვია მაგას? აუ, დაისონიც ხო აქვთ ამათ? ესეც მინდა. ჰაერის დამატენიანებელი. აი, ეს ფიქრობ ძალიან მოუხდება ჩვენს სახლს. არა, ჰაერის გამწმენდია. არ არის ვენტილატორი, ბიჭო, ჰაერის გამწმენდია. Air multiplier. აუცილებლად გვინდა smart გასაღებიანი რაღაცა. ეს. პროექტორზეც არ ვიტყოდი უარს იცით. ნახე რა ბაცუკუნა. წამოვიღეთ ახლა და ისე მიხარია. პირველი ჩემი კამერა იყო Sony და ესეც რა Sony არის რაღაცნაირად დაემთხვა. ბუტღლია. აუ ეს რა კაი რომ მოყვება. ძალიან მომწონს რომ პაწუკა არა. დავტენე მოკლედ და მოვედი. მიყვარს ტექნიკების განცალკევება. თუ ვიღებ Instagram-ისთვის ვიღებ ტელეფონით, თუ ვიღებ ვლოგისთვის, YouTube-ისთვის ვიღებ კამერით და ასე შემდეგ. ძალიან დიდი ხანია მინდა პროფესიონალურ კამერაზე გადასვლა. ერთადერთი რაც მაფერხებდა იყო მისი ზომა, წონა და არა კომპაქტურობა. აქამდე მაგიტო ვიყენებდი სულ Osmos, მაგრამ Osmos არ ქონდა ის ხარისხი, რაც ბევრად განსხვავებული იქნებოდა ტელეფონისგან, ზოგჯერ ტელეფონი უკეთესად იღებს ღამე განსაკუთრებით და ძალიან მომწონს სინემატიკის ეფექტი, ანუ უკან რო ბლარია და მე რო ვარ ფოკუსში. უზომოდ მადლიერი ვარ იმ ყველაფრისთვის, რაც Osmo-მ მაჩუქა და გამიკეთა და ამ ხნის მანძილზე კადრები შემომინახა. მაგრამ თუ გვაქვს საუბარი პროფესიონალურ კამერაზე, რომელიც ასევე არ არის დიდი, ეს არ არის დიდი ხალხო. ეცვლება ლინზა და თუ მომინდება ამას შევცვლი და უმაგრე ეს.
დავტესტე და აქვს უსწრაფესი ავტოფოკუსი, AI ფუნქცია აქვს, რაღაც სასწაული და თვითონ ხდება, მაკროს ვიღებ, პორტრეტს ვიღებ, ფართოს ვიღებ თუ ასე შემდეგ. აუ, ძალიან მიხარი. მადლობა Zoom-ers. ესეთი კარგი ტექნიკისთვის კიდე ძალიან ბევრი რაღაცა იყო, რაც vlog-ში ვახსენე. რაზეც რა თქმა უნდა არ ვიტყვი უარს, როცა უკვე სახლი იქნება მაგისთვის მზად. ვიცი რომ სახლის ამბები ძალიან გაინტერესებთ და თქვენზე მეტად მე მინდა რომ ახლა სახლზე ვიღებ და vlogs, მაგრამ ცოტათი გაგვეწელა როგორც ხდება ხოლმე და იმედი მაქვს შემდეგი vlogi უკვე ჩვენი სახლის გადახურვაზე იქნება. დავტესტავ ამას რა თქმა უნდა შემდეგ vlog-ებშიც და უფრო დეტალურად გამოცდილებით გაგიზიარებთ უკვე შტაბეჭდილებებს. ძალიან დამღლელი დღე იყო და ხვალ 8 საათზე უკვე მზად უნდა ვიყო და უკვე უნდა მივდიოდეთ. წარმატებები ყველა მონაწილეს და ვნახოთ როგორ წარიმართება შეჯიბრის დღეები. ელენიკას დებიუტი და წარმატებები ბევრი. დღეს გვაქვს როგორც გითხარით 4 საფეხური. იარაღში არ არის მჭიდი როცა აქ ვართ და აუცილებლად არის უსაფრთხოების დროშა ჩადებული. მაგ დროშებს ვისაც არ გაქვთ დაგირიგებთ შიგნით როცა შეხვალთ. მაგრამ ეგ გაითვალისწინეთ. ანუ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვინმე თუ ივლის ჭიდიანი იარაღით ერთმანეთს მივცეთ შენიშვნა, ჩვენც მოგცემთ შენიშვნას და გაითვალისწინეთ ეგ რომ ანუ დატენილი ესე და ესე არ დავდივართ. მაგის გარდა რაც არის უსაფრთხოების წესები, ხა შეჯიბრებზე ისე ლაგდებით ხოლმე, რომ ძირითადად შესასვლელში იქნება იარაღი დაწყობილი, შესაბამისად შეხება დიდად არ მოგვიწევს და ის მიმართულების დარღვევა თითის სასახლეში და ეგ წესი აქ ვინც ხართ მაგის დიდად შეხსენება არ გჭირდებათ. პრესცენტს მაინც. ძალიან მომხრევ შენიქები. ალექს, რა შემართებით ხარ? ტაიმერის ხმაზე ვიწყებთ და მივდივართ ფურცლებზე არის 4 სახე. ვატრიალებთ ფურცელს და რომელი სახე სამოგვივა იმას ვიმახსოვრებთ. ვიყევთ პომპას და წინ გავხსნით. პომპას გადავტენით. ყველა იქნება ესეთ მდგომარეობაში, გაატენვა დაჭირდება მხოლოდ და მცველი მოხსნილი ექნება. დავაზიანებთ სამივე სამიზნეს. განმუხტავთ. დავდებთ ისევ აქ და მივდივართ სიქიობის დასაწყისთან. იარაღს ამოიღებთ 14-იან ჭიც. პირველი არის 14-იანი, მეორე არის 9-იანი. 14-იან ჭიც მოარგებთ, დატენით და იწყებთ მოძრაობას და ჩვენს წინ არსებულ სამიზნეს ვაზიანებთ A ზონაში. ყველა სამიზნე ზიანდება A ზონაში. ბოლო სამიზნის გარდა, სახეებიანის გარდა. თქვენ ამოგივიდათ, იმას აზიანებთ 5 გას. აი ხარ, შემდეგი წერა. არა, ძალიან მაგარი ხარ რა გინდა. ესე იგი, აქ გვაქვს 2 ვიტაკი და 1 საქანია. ელანიკო რა, აბა. მოხდა.
მარჯვნივ დაუჭირე ცოტა. მიდი, ნუ ჩერდები, მიდი, მარჯვნივ წადე. დაი ფოკერმეთო! მოხდა. აი მოზიდე და მოხდა. კიდე მოხდა, ადე თიმწალი, მოხდა. მიდი. მოხდა. მიდი. კაი იყო, ისე ჩაიარე რო. და ეხა ეგ რას ნიშნავს, რომ გამოელია ტყვიები? ხო, 4 ჯარიმა, 4 ჯერ 20 წამი. 4 ჯარიმა ისე ამიკიდები არა პრობლემა. შენზე არის დადებული. ბალიშზე გადმოვიდე, ბალიში დადე წინ. მითელი. ჩადე. გადატენე, წავიდა. ჩადე. აიგრე. მოხდა. ყალე. მოხდა, შემდეგი. მითელი. ოკარი, გამისტე, მულაქვემო, წვიმა ამოაგდე. მე ოთხი. მოხდა, შემდეგი. სამი. მოხდა, შემდეგი. ორი. მოხდა, შემდეგი. დაიძახე. მოხდა, ტიპი გამოაგდე, ტყვია ამოაგდე. დადი. ამოდი, გამიდი. მოხდა, შემდეგი. მოხდა. შეჯიბრის პირველი ნაწილი ამით დასრულდა და გადავწყვიტეთ მსუბუქად გვევახშმა და ჩაიდაგველია. ცოტა ვითამაშეთ კიდეც, მე რა თქმა უნდა უარი არც ერთ თამაშზე არ მithქვამს და საინტერესო სადღეგრძელოსაც შევესწარით. ეშულეთ ყველაფერს, არაფერი დაინავი. ამეთ კიდე დალიერ კიდე სიგულანი. იმუნო დროის მალე გადენდა. არ ვიცი აქ როგორ უნდა მოხდეთ, ან სად უნდა მიდიოდეთ, რომ აქ გაჩერდეთ. ალბათ დავით გარეჯი შეიძლება მიდიოდეთ და შემოიაროთ, მაგრამ უსაყვარლესი პოლონელი გოგოს სასტუმრო და რესტორანია. რამდენიმე კოტეჯი აქვს. აი მე ხელა ძაღლი მოდის. ჩუგი, შემჯამო. ხო მაპადიე, საჩეჯიბრი მაგ. დილთავდექით, ბნელოდა რა თქმა უნდა ღამე იყო. ვისაუზმეთ ულამაზეს გარემოში. მასპინძელმა დაგვახვედრა ძალიან გემრიელი საუზმე ჩაი. და მოკლედ თუ აქეთ მოხდებით, ოაზის კლუბ კოტეჯში დარჩით, არინანებთ. უსაყვარლეს გოგოს გაიცნობთ, რომელსაც აშკარად ძალიან უყვარს თავისი საქმიანობა. კაი, ხო, ნუ ჭამდეთ. ახლა ნელ-ნელა გავემზადებით და წავალთ სასროლეთში. პესი დღევანდელი ქთამი მომაქ. მე არ შორის კაცო, просто დილის თბილად გადასაწყებად არის. ჯერჯერობით მეტი ვე. კაი, გაჩერდი რა. ეს მეორე არის, ხა? ვიცი. მოკლედ ეს არის მეოთხე საფეხური. ამას ქვია ზომბი აპოკალიფსი, ჩათვალე რა. ამ სკავზე ვიჭიოთ ესეთ მდგომარეობაში. საქსი მივარდები. ანუ, აიმერის ხმაზე, ხელები გვაქვს მართლა ესე. არ ხუმბრო? ეგრე დაუჩე ბიჭო. ისეთი ამინდია შეიძლება არა. აი თბილია და ასწორე. მოკლედ, ხელები გვაქვს ესე რა. 15 წუთი ეგრაზე. ნერვიულობთ, აიმერის ხმაზე, ამას ვიხდით. ვიღებთ კატანას და ერთს ვარდობ. კატანი ჩამოვარდნა, თუ აი ესე გაჩერდა და ჩამოვარდა, არის 10 წამი ჯარიმა. ანუ უნდა შევიდეს. კარგად თუ მიაჭირა შედის. ზედიდება მოკლედ იარაღი. აი, აქედან ავიღებთ.
დავტენით გვიანთით მოვარგებთ. შევდივართ და ვიწყებთ მარცხენა მხრიდან. მარჯვნიდან არ ვიწყებთ. აქ არის 4 სასროლი პოზიცია. თავის არეში მხოლოდ. მონიშნულიაც არის ლურჯი ზონა რაც არის, მაგის შიგნით რაც არის, ეგ ითვლება ლურჯი და შიგნით. ეგ ზონა ითვლება მოხვედი. ანუ თავის არეში. ჩვენი წარმომადგენელი წარმოგიდგენთ რა ადგილას მარტო თავში. კი ბატონო. მას ნიშნავს იმსხვრევა და დავინახე არა. თუ ვერ დაინახე შენ პრობლემა. გასროლა არის, მაგრამ თუ მაგალითად დაინახე რომ ვერ მოხდა დაც და დამატების საშუალება გაქვს, ყველაზე არა. მაგაზე ბოლოს მისვევი რამდენი დამატების საშუალება გაქვს. ცველზე აყავს პოზიციაზე გადასვლის დროს. ეგ დაიმახსოვრე. მე მიდივართ უეჭველი ზიგზაგზე. მაგრამ აქიან მეორე თარგეტზე სროლა? არა, აქ ამას ესა და მე იმას რა ორივეს. გადავდივართ შემდეგ ვექაუთია, ხო? ხო. თავში იქაც. კაი, აქეთ გადმოვდივართ. აქ რა ხდება? ვესვით ზომს თავში და იქ კაცის გონგიროა, ხედავთ? მაგას ვესვით, ფეხი მიაკი. და ამ სამიზნეს ვესვით თავში. თავში ვესვით ამ სამიზნეს, ანუ დაახლოებით რამდენიმე ის გაქვს აქ დრო რომ დააზიანოს, რამდენიმე გადმოდის რა. ხო, იდეალური რა. ორატბილია. ყურადღებით. მარცხნიდან იწყებთ. არა. ყველაზე უკმაყოფილო ვარ ალბათ საქანელით. ყველაზე დიდი დრო მან დავხარჯე. არა და ვიტაკის სროლა ყველაზე მეტად მიყვარს და ალბათ ყველაზე კარგადაც გამომდის და ცოტა გული მწყდება რომ არ დამცალდა ბოლომდე ვიტაკის გავლა. ბოლო ეტაპზე გავგიშდი ისე მომეწონა უკეთესი დროის დადება შეიძლება და მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ ჩემი თავით და შესაძლებლობებით. ახლა ველოდებით ბრუტალის საფეხურის დაწყებას. ჯერ სანამ სხვები მორჩებიან და რაც შეიძლება თვითონ ჩავიცი რომ როდინში არ გავიყინო, იმიტომ რომ საშინელი სიცივია. გახარ ამის გვერდზე, გიჭირავს შენი იარაღი, გაქვს 2 მჭიდი 15 ვაზნა. ბევრად ნაკლები მორტყმა არის, უბრალოდ რადგან გვიწევს აჩქარებულ გულისცემაზე სროლა და მათ შორის ფეხიდან სროლა, ამიტომ ვაზნები ბლომად გაქვთ, მაგრამ არ მიაყაროთ. ანუ 15-იანი მჭიდი მორგებული გადატენილი, მეორე 15-იანი მჭიდი ჯიბეში თუ სადაც გაქვთ. ვიწყებთ აი ამ ადგილიდან. სიგნალზე წვები და 150-იან გონგს. დაჟე 150-იც არ არის, იმიტომ რომ ბოლოში აი იქიდან არის 150. დაახლოებით 15 მეტრი არის მოჭრილი. ვარტყამთ ორჯერ. მოვარტყით ორჯერ. იარაღი მცველზე, თუ არა იყვან მცველზე დაგეწერება 10 წამი და ჯობი არ დაგეწეროს, იმიტომ რომ ჯარიმა არის. დავდებთ იარაღს, მოდიხარ აქ, ცალი ხელით ამას არ ვიღებთ. ანუ როგორც ადრე გქონდა, ვიღებთ 2 ხელით და საბურავს ხო ხედავთ? ვისვრით საბურავისკენ, გაიწე არ მოგაწყდა? აქედან უნდა ჩავაგდო. საბურავში ჩააგდო არა, აი სადამდეც მივა. გოგოებისთვისაც ეს წონა არის, ბიჭებისთვისაც ეს წონა. აიღე იარაღი, წამოიღე, მოხვედი, დადე, აიღე კიდე ერთხელ. იარაღი მაქვს აქ, წვები ორჯერ ვარტყავ ისევ. ადის იარაღი მცველზე, მოვდივარ, ავიღეს 2 ხელით, გაიწიეთ. აღარ გადავაგდებ რა, ანუ შემდეგ საბურავს ხო ხედავთ? ვითომ ვაგდე და მოვედი და მოვიტანე აქ. ჩადე, დაწექი, 2 მორტყმა აქედან. გადმოხვედი. კაცებისთვის საბურავი დიდი, ხალებისთვის საბურავი საშუალო. ეს ხამარი იქნება ესე. აქედან ფეხზე, ფეხიდან ამის საყრდენის გამოყენების გარეშე. ვესვრით 150-იან გონგს, აწი აღარ არის 150, მაგრამ რამდენიც არის. 2 მორტყმა, ხო ვისროლეთ, განმუხტეთ და რატო ვაკეთებთ ან განმუხტვას. ამის გათრევას რო იწყებ, სულ ჯერეთ შიგნით ვერ შეხვალ, იმიტომ რომ მოკლეა. კაცების შემთხვევაში მოკლეა, ქალების შემთხვევაში გრძელია. ამის გათრევას რო იწყებ,
ასე გათრევას თუ იწყებ იარაღს მე მიშვერ და მინდა რომ გარმოხტული იყოს, ასე გათრევას თუ იწყებ, დრო და დრო მაინც აქზე ტრიალდები რა. დავტენე, გადავტენე. ფეხიდან ორი მორტყმა, ამით უნდა შემოუარო ამ ჯიგანს. მოგათ უკან. იარაღი არის გარმოხტული. იარაღი არის მირბი ხარ იქ. იარაღი იქიდან აქ მოგაქ ჩვეულებრივად. ჩვენ დებ ქვესაგებზე იღებ ამას, რომელშიც იქნება მჭიდი მოთავსებული. ტვით. ერთი გასვლა აქვს სულ. მოხდა! მოხდა! მაქსიმიდი! მიდი ჩქარა. მიდი. მიდი, ჩადე. უაკეთა გვატრიალო. მოხდა! იქით, სწორად იგი. აქეთ. ორბალთან. როტაც. აბაში იგი თუ ჩააგდებ პირდაპირ. გადე. მოხდა! განმუხტე იარაღი. განმუხტე. ამოაგდე. ულაქვევით და წავიდა. მიდი მალე, აქეთ შუაში უნდა მოხვიდე. მოდი. მიდი, ცოტა დაგჭა. მოდი მეგეთყვი, როდის გაჩერდე. მოდი. ცოტა კიდე, ეგ არის, გააგდე. მოხდა! დაფიდე. ამოისიფე და ისე. მოხდა, კარგი, განმუხტე იარაღი. ამოაგდე. всё, მოკვდი ამას ხელი წავედი. მიდი, კარგი ტემპი გაქვს. წავო მალე. მოდი. ეგეთი როდი გაჩერდე. მოდი, ცოტა დარჩა, ცოტა, ეგ არის, მოიხსენდი. გამოდი. Pedro ახვალ მერე დაწერე. არა უშო. კოჩა. ანანო სასიამოვნოა. დღეს წარმოვადგენ პრაქტიკული სროლის გუნდს, ასე ვთქვათ, დამხმარე ორგანიზატორი ვარ ფოტოგრაფი პარალელურად. რამდენიმე წელია დამხმარეებში გამოვდივარ ხოლმე, ასე ვთქვათ, თუმცა ერთ წელია ვიყიდე საკუთარი იარაღი. ვისვრი წელს უკვე 5 შეჯიბრში მივიღე მონაწილეობა. აქედან რამდენი მოიგე თქვი? 3 მესამე ადგილზე მაინც გავედი. ძალიან საინტერესო იყო, თითოეულმა, ასე ვთქვათ, მომცა თავისი გამოცდილება. ერთია როცა ვარჯიშობ, შენთვის ინდივიდუალურად და მეორეა შეჯიბრის გამოცდილება, სადაც უამრავ ხალხს შორის გიწევს, რომ შენი თავი იპოვა და პოზიციონირება მოახდინო. ერთი საინტერესო ჩემთვის და ძალიან მნიშვნელოვანი ის არის, რომ თუ ვთქვათ 2 წლის წინ, 3 წლის წინ 1-2 ქალი მსროლელი იყო, დღეს უკვე და ამ წელს მოხდა ესეთი სენსაცია, რომ დაახლოებით 15-20 ქალი ვართ, ვინც უკვე აქტიურად ვარჯიშობს, ცდილობს რომ ეს სპორტი განავითაროს და რაღაცა ჩვენ წვლილს შევიტანოთ ამ მიმართულებით ქალი მსროლელებისთვის. 5 სტეიჯი გავიარე, მე მორჩი უკვე ვისვენებ. კმაყოფილი ვარ ჩემი თავით, რა თქმა უნდა შემეძლო უფრო სწრაფადაც და უფრო კარგადაც, მაგრამ პირველისთვის ვფიქრობ კარგი შედეგი იყო. გაიცანით გიორგი გაგნიძე? კი ბატონო, მე ვარ გიორგი გაგნიძე, პრაქტიკული სროლის არხის ასე ვთქვათ დამფუძნებელი და დღეს ჩვენ ვატარებთ უდაბნოს სასროლეთზე შეჯიბრ უდაბნოს კარაბინ 2025-ს.
რაც მოიცავს ასე ვთქვათ 5 სავარჯიშოს 2 დღის განმავლობაში. ეხლა ყავს ყველაზე მეტი მონაწილე და მაგიტომაც ვაგრძელებ უკვე ღამეც 80 მონაწილე ყავდა აქედან 13 ქალი მსროლელი და ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის რომ საქართველოში სროლის კულტურა უფრო მაღლა ავიდეს, განვითარდეს, უფრო მეტი ხალხი ჩაერთოს და როგორც წესი იარაღიანი ხალხი ყოველთვის არის უფრო კანონმორჩილი ხალხი და ეს საქმეც ასე ვთქვათ ემსახურება მაგას. YouTube-ზე როგორ გიპოვონ? რაც შეეხება YouTube-ს, პრაქტიკული სროლა არის ჩვენი არხი YouTube-ზე და ასევე ჩვენი გვერდი Facebook-ზე. მალე იქნება ამ სასროლეთის საიტი, სადაც უკვე შეგეძლება დეტალურად დაჯავშნოთ სასწავლო კურსები, თვითონ სასროლეთის სხვადასხვა ასე ვთქვათ მანძილიანი რეინჯები და ასე შემდეგ. სწავლა ვისაც უნდა შენ მოგმართონ? სწავლა ვისაც უნდა ამ ეტაპზე უნდა მომწერონ პრაქტიკული სროლის არხზე Facebook-ზე, თუმცა ზუსტად იქნება თებერვალში ეგ დეტალები გაწერილი. რაც შეეხება თვითონ ამ სროლის სტილს, ეს არის სპორტული სროლის სტილი, სხვადასხვა ელემენტებით და ნუ რა თქმა უნდა დროის გასატარებლად და ახალი უნარების შესაძენად და ჩვენი სროლის უნარების დასახვეწად შეჯიბრი არის ყველაზე კარგი ადგილი, სადაც თქვენ მოხვდებით. ფოქსი როგორი მსროლელია? ფოქსიმ დაიწყო სროლა ძალიან ცოტა ხნის წინ და მართლა ქრთამის გარეშე ძალიან სწრაფად დაითვისა და იმედი მაქვს რომ საპრიზოზე რომელიღაც ადგილზე მაინც მოხვდება. ბავშვებს აკაურობის მასპინძლებს მათ შორის Global Defense Groups მინდა რომ მადლობა გადაუხადოთ ამ საშუალებით. ყველას ვინც ჩვენ დაგვეხმარა ორგანიზებაში ინვენტარით, ყველას ვინც ჩვენ გვერდზე დაგვიდგა და ასე ვთქვათ ორგანიზაციული საკითხები რაც იყო ყველაფერში მაქსიმუმი ყველა ხალხის სახელებს ყველას ვერ ჩამოთვლი, მაგრამ ძალიან დიდი მადლობა ამ ხალხს. სანამ გამარჯვებულებს დავასახელებ მინდა ყველა გოგო მონაწილეს განსაკუთრებით მიყვარხართ და ჯიგრები ხართ რომ აი ესე ყველა გამარჯვებულია და რა შუაში ვართ, მაგრამ შუაში ვართ და თითქმის 25 გოგო მსროლელამდე ავედით, მაგრამ ჯერჯერობით შეჯიბრზე 12-13 გამოდიხართ ხოლმე. კიდე ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ ქალების როლი ამ ქვეყანაშიც და სროლის სიტუაციაში და როგორც მომავალი დედების სიტუაციაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იარაღის თემაში იყოთ თქვენ და წარმოაჩენდეთ ჩვენ ქვეყანაში ამ კულტურას. და გარდა იმისა კიდე გვიხარია, რომ გაიხედავ აქეთ ის არის, იქით ოთარია და აქეთ მოკლედ ისა რა ქვია ჩვენ ტოტალიზატორში ფსონი ქონდა დათებული რომ ერთი სულიერი უნდა მოხვდარიყო საპრიზოზე. მესამე ადგილზე გავიდა რუხაძე ელენე. ეს არის ჩვენი პრიზი სამახსოვრო და ასევე მოიცა გაჩერდი ნელა ნელა მოგითხარი იოცა ფოქსი შეხება ხა მეორე და პირველ ადგილებს იქ იყო სერიოზული ჯახი არ დანდობა თვალებში არ ყურება და გამარჯვების არ თქმა მეორე ადგილზე გავიდა დროით 807-დან 05 ხმალაძე ნატო ქალთა დივიზიონის გამარჯვებულს რაც შეეხება 786 და 42-ით დაკა ყველაზე მაგარი რაც არის ის რომ აქ მომავალში ჩვენს ფანტაზიას შეგვიძლია მივცეთ უფრო ფართო მსვლელობა. გარდა ამისა, შემდეგ მომავალში როცა დაალაგდება ტირის სიტუაცია და იმედია პისტოლეტის თემას და ასე შემდეგ ამის ჩართვა შეგვიძლია პირველად საქართველოში რეალური თუგანი გავაკეთოთ და ეგ იქნება ძალიან მაგარი. და ანუ ერთ-ერთი ყველაზე მაგარი მოვლენა რაც მოხდა დღეს არის ის სადაც ეს შეჯიბრი ჩატარდა. მე ძალიან მიხარია და დარწმუნებულად თქვენც გიხარიათ. სპონსორებს რომელიც გვერდში დაგვიდგნენ და ძალიან მაგარი პრიზები გამოყეს მართლა და კიდე რა დარჩა რავი სამადლობო. მადლობა თქვენ! მესამე ადგილი? ვა! აბანებელი ორგანიზმი მოიმონაჭე. გატყუილი. საოცარ შტაბეჭილებებით დავბრუნდი. ამ ხიარული და ბედნიერი ნოტათი დავასრულებ ამ უზარმაზარ ვლოგს ალბათ უზარმაზარი გამოვიდოდა. ჯეროდეთ თქვენი ოცნებების და მიზნების. კოცნით ბევრს მიყვარხართ.